ეს უნდა მოვაჭრა, აი შიგნიდან რო ავთორე ჩხულეთს და ძალიან ცუდად იმას მიშველა იქ. აი ესე და მეც დავისვენებ. ჩემი 2 ლარიანი თუ 1 ლარიანი არ მახსოვს. მაიკა ძალიან მომწონს. არ მიყვარს რომ თმარჩება. არ მიყვარს. ეს 4 ლარად ვიყიდე, ეს სავარცხელი. წარმოიდგინეთ, ესე იგი, აი ყველაზე მაგარი, ანუ ეს არ ძვრება. ძალიან მომწონს. წვრილმანებში ვიყიდე, ეგ შარშან მე მგონი. თუ უფრო ადრე არა, მე მგონი შარშან ვიყიდე. აი ესე. ხა წავედი მე და უნდა დავალაგო და მოვალ. ოღონდ მანამდე ბევრი ამოვიღე. აი ესე ჩადი. აი აქ რომ გამომივიდა, ეხა აშკარად ჩანს, რომ ჩაცხრა. ეს წავისვი. აი ამას ვისმენდი ამას. რომ არ მიჯერებთ ხალხნო. რომ არ მიჯერებთ. ისედაც გითხარით, მზისგან დამცავი წავისმეთ გუშინაც. სხვას არაფერს არ გავიკეთებ, მხოლოდ ეს მინდოდა ეხა ამის გამო. აი, აშკარად ჩაცხრა. ნახოთ. ეს დავალაგო ერთი წამინახეთ. არიულობა მაქვს. უნდა დავალაგო. გუში მქონდა გატანილი და მეზარება დღეს. ძალიან მეზარება სიმართლე რომ გითხრათ, ეს მეცვა. რო გავიტანო. მეზარება დავალაგებდე. რობიანი იყიდება სადმე? არ ვიცოდ თუ იყიდებოდა აქ. ჯანმრთელობა გაზრდა. გულეცემიჩმა. დაიცა, სადაა ხა ამას ელვა. აქეთ მე მგონი. აი ასე.
გამოიწე დედიკო? ჩაგაცნობ კი. აქ ორი ლეიბი როა, მაგიტოა სისწორეს რო ვერ ვიცავთ. ეს რა იქიდე? რა დედიკო? ის რა იქიდე? საბანი. გაიცა დედიკო, ტანტალა არ გამოჩნდა იქ კაცო. ჩამოდი აბა, ჩამ. მოდი, დაიცა არ წავდიდე. ახლა დედასთან მიდივალ. დედასთან მიდიხარ, მოგიგდეს დედიკო დე. დედასთან შორია დედი. ჰა. ჩამოვარდი. დედა აქეთ მოვა დედიკო. თქვენ ნახევარში დე. ჰე, წათი. გოდეს ლოგინი დავალაგოთ. ოკეი, მოკლედ ვერ ვდება ამას და დავალაგებ და მოვა. მოკლედ, გუშინეცა ძირფასებო ეს სარაფანი ცეკვაზე რო წავიყვანე გოდე მოვედით ვარა ეგრევე გავიხადე ხა წყალს გავავლებ მეთქი და დავდე, მაგრამ აი დიდი მაქვს ხალხონო. დიდი აშკარად მეტყობა რომ დიდი მაქვს, მაგრამ ნახეთ ესი ზომა არის. ესი. მიგვახარდა. მიხარ თუ ხალხო. ხო, მაინც გავავლებ. იმის თქვა მინდოდა ამით რომ მოვდიოდი აქეთ რომ ამოვდიოდით. ქვემოთ ისხდნენ ქალები და აი მე ვერ გიცანითო. ეს რომ მეცვა. თმაც გუშინ რომ მქონდა ვიდეოში, აი ისე მქონდა არც სამირღვევი, არც არაფერი ჩაულებია, კუდი მქონდა უკან. ხო და რაღაცა შეიძლება ვერ გიცანითო და იქაც სკოლაში რომ მივედი, ყველა გოგო იმას მეუბნებოდა, ვაიმე თათია, დღეს რა კარგად ხარ და ვაიმე როგორ გიხდება და მე ვამბობდნე და გადამეყოვიდეო თქო, მაგრამ კიდევ მე ჩავიცე, ეხა გავავლებ, მაინც მეცვა 1 საათი, მაინც მეცვა მე მგონი. მეტი თუ არა, მეტი. საათ ნახევარზე მეტი იქ ის იყო, რა ქვია. არ ჩამოყარო და ძალიან გთხოვე სათამაშოები. საათ ნახევარზე მეტი მეცადინეობა გქონდათ. ასე რომ კი, სადღაც 2 საათი მეც მეოდა. მოკლედ აი ეს. მოვედი. ეს შორტი მედო გადასაგდებად. ეხა ჯერ ახალი ჩანაცვლია, თორე მე ესე დაჯდომით და იმით აი ეს იკეცება და წინ ასე ხდება, მოკლედ და უკან ჩეულებრივად და მომწონს მაგიტომ და არ გადავარდე. კი, აი რაღაცნაირი შავია, რომ მე შეიძლება ყველაფერი ზედმიედოს, მაგრამ მაგას არ აუშავს. დედიკო ჩაუცმელი არ გამოხვიდე, კარგია და? ხო, მეგა. ჩაიცვი და ისე გამოდი. იმედია ეს რძე არ არის გაფუჭებული. ესენი გარეცხილებია. ვადუღებ მინდა რომ ფაფა გავაკეთ. თუ შეხელფასი დაენდე. ხო და დედიკო. ხო დედი. ოჩა. აი გოგო. ხო და მოკლედ გოდე ჩაუწიე ხმას ბიჭო. ვაიმე ტელევიზორიდან ჩაუწიე. გავრეცხი ამის თავსახური განიტყო. კიდევ კაი ეს ორივეზე მიდის. ამის, მაგრამ ამისი არ მომწონს, იმისი იყო კარგი. ხარისხიანი.
კაფეები ლაგიან ხოლმე ერთმანეთზე და მაგიტოა რომ იწეს ადრე დაწევა ამათ. ხო და ეხა მინდოდა იმასთან დაკავშირებით ეხა წავიკითხე კომენტარი რომ ცეკვაო ძალიან გიხდებაო და კიდე სხვა ცეკვები ჩაწერო. ესე იგი მე ციფაზებო ცეკვა არ ვიცი, ანუ ქართული ხალხური ცეკვები არ ვიცი. უბრალოდ ეხა გოდე რომ დადის ძალიან მინდა, აი ჩემი ოცნება იყო ბავშვობის, ძალიან მინდოდა რომ ვცოდნო და ეს ცეკვები, მაგრამ იცით ჩვენს დროს ძალიან ჭირდა, თან ჩვენ 4 ვიყავით, უფროსი და ჩემი კახელი და ბიჭი დადიოდნენ ამაზე, მაგრამ გამოვიდნენ მერე და რო ჩავანაცვლებინეთ, ისე დედაჩემს ეგ არ მოაფიქრდა, მაგალითად ჩემით რო ჩაენაცვლებინა. მაგრამ ძალიან მორცხვი, ძალიან ესეთი ბავშვი ვიყავი, რა გითხრათ, ძალიან ადვილად რომ წყინდა ყველაფერი, ეგეთ ბავშვი ვიყავი და აქედან გამომდინარე, მოკლედ დედაჩემმა მიზეზად ეხლა ეს მითხრა, რომ დღესაც ვუთხარი, რომ მაგალითად ჩაგენაცვლებინა და მეც სადმე გეტარებინე თქო, რა კაი იქნებოდა თქო, იმიტომ რომ ჩემი ოცნება იყო ბავშვობის. არ მქონია ეს მოთხოვნები, რომ აი მეც მატარეთ სადმე შემიყვა, არასოდეს არ ვეუბნებოდი მაგალითად მე დედაჩემს, არც მამაჩემს, ერთადერთი მამაჩემი შემპირდა კარატეზე გატარებოდა, მე რო ხედავდა რომ ბიჭებს ვცემდი, ჩვეულებრივად იქ სადაც ვცხოვრობდით და არ მქონდა იმის გართულება რომ მაგალითად თავს ვერ დავიცავდი, ვიღაცას მოკლავ შენო და მაგიტომ არ შემიყვანა, ჩემი ძმა დადიოდა, მაგრამ მე არ შემიყვანა, იმიტომ რომ ვიღაცას მოკლავ. ხო, ეხლა რაც ამ ცეკვას შეეხება, 3 გაკვეთილი ჩამიტარა მე გოგომ. ზუსტად ის მინდოდა მაგალითად, იმიტომ რომ გოდეს არ გაჭირვებოდა და მინდოდა მე გოდესთან ერთად მეცეკვა, ამიტომ ზუსტად ის მსგავსი ცეკვა არის, რაც ბავშვებმა იცეკვეს იქ, ოღონდ ბავშვები გადი გამოდიან და მე არ გავდი გამოვარ, სულ ვარ და ვცეკვა. ხო, აქედან გამომდინარე, ხა კიდე დამიმატა ახალი ილეთები, გუშინ, არა, გუშინწი. გუშინ გინდაო მოვიდეო, მაგრამ მე იმოსქენი თავი შევიკავე, იმიტომ რომ ხო ვხედავ რა, ცეკვაზე რამდენი ხანი მერე იღლება რაღაცა და ძალიან მომერიდა. უარს არ ამბობს, გინდა დაღლილი მოვა, მაგრამ მე მომერიდა. სინდისიც კაი საქონელია რომ გამაჩნდეს. ხო და ამიტომაც უარი ვუთხარი გუშინდელზე. დღეს კი ვისწავლი ის, რაც დამაბარა, თვითონ მომცა სასწავლი ილეთები, მაგრამ ეხა ის სად უნდა ჩავსვა, ეგ არის რომ ეშლება, რომ მე ისევ რაღაც სხვა გავაგრძელო. ხო, რაც შეეხება ეხა, ეს აჭარული არის, მინდა რაჭურის სწავლა, რაჭული ცეკვის და რაჭულზეც შევაწუხებ. და არის კიდევ ერთი ცეკვა, რომელიც აი ძალიან მომწონს, აი ძალიან უსასწაულესი ცეკვაა და ეს გოგო ცეკვავს ძალიან მაგრად. ანუ მაგ სიმღერაზე ბევრი ცეკვები მინახია, მაგრამ ესეთი განსხვავებული, აი არსად არ მინახია ესეთი ცეკვა. არ ვიცი რა ქვია მაგ ცეკვას, მაგრამ გაჩვენებთ აუცილებლად, მოველაპარაკები იმ გოგოს და ან თუ მოვიძიე ის ვიდეო, ცეკვავენ ეგენი მაგ ცეკვას, ქონდათ კონცერტი და იქ იცეკვეს, მე მგონი ეს ცეკვა და მოვიძიებ მაგას ან რაღაცა და გაჩვენებთ აუცილებლად მაგას. ძალიან სასწაული ცეკვაა და ძალიან მინდოდა ეგ ცეკვა რომ დავინახე, ვუთხარი მაშინ და სხვათა შორის ორ გოგოსაც უნდოდა და კიდე თუ ვინმე შევიკრიბებითო, ანუ გვასწავლიდა რუთი, მაგრამ არავინ არ შეიკრიბა და ეგ მე ხა მერე ვუთხარი რომ ესე თქო რა, მინდა მეთქი მაგალითად თუ ქორწილში წავედი ან საერთოდ რომ გამომადგეს ეგ პატარა მოყვარულის დონეზე რომ ვიცოდე თქო და კაიო მე მოვალ და გასწავლიო მითხრა. მაგიტომაც არის რომ ჩემთან დადის და ვსწავლობ, მაგრამ ესე რომ ის შევძლო რა ქვია, მთელი იმით პროფესიონალურად არ გამომივა, იმიტომ რომ ჩემი ხელები ძალიან დიდი სამუშაო არის, ძალიან დიდი სამუშაო მაგ ხელებზე.
ფეხები ადვილად გამომდის, სასწავლად ძალიან ადვილად სწავლობ, მაგრამ მე მიჭირს ხელები და მე ორივეზე ერთად გადაბმა არის კიდე კარგად მაგარი სამუშაო ჩემთვის. თუმცა ეხა 3 დღეში რო რაღაცა ავითვისე, რასაც ბავშვები 2 წელი სწავლობენ, ცუდი არ არის. ძალიან კარგი. ასე რომ ნახოთ, ესევე შეგვირდებით, რომ ყოველ რაღაც დღეების მანძილზე დავდებ ცეკვას, მაგრამ როცა რამეს ვისწავლით, დავდებ აუცილებლად. თუმცა გეგმაში მაქვს, რომ კიდე გავაგრძელო სწავლა და რაჭული მაქვს ეხა გეგმაში და მე ის სექსუალურესი ცეკვა ახალხნო. ვაიმე, რა მაგარი ცეკვა, ძალიან მიყვარს, ძალიან მომწონს. აი, აკვიატებული მაქვს, რომ უნდა ვისწავლო. მე არ მიჭირს, ანუ მიხრა მოხრა, რასაც ქვია. ტანის მოძრაობა არ მიჭირს. რაც ზოგჯერ რობოტივით უჭირთ ხოლმე და არ მიჭირს ეგ. ძალიან კარგად გამომდის. ხო და ძალიან კარგად ვისწავლე მაგ ცეკვასაც. თუმეტეს როცა არ მიჭირს. უფრო მეტი, მე მგონი, უფრო მეტი ქვედა ტანის სამუშაოა, ხელები იმდენად არაა მაგ ცეკვაში. არის სადღაც შუალედებში, მაგრამ იმდენად არაა და ასე რომ ძალიან არ გამიჭირდება და ვისწავლე. ძალიან მინდა. მაგრამ ეგ ეხა საფხულში გასვლები რომ მაქვს და არ ვიქნებით აქ, რუთიც არ მეყოლება, ასე რომ მოbrunებულზე დავიწყებ ისე. აი ესე ჩემოკარგებო. კომენტარები ჩემ ცეკვის ვიდეოზე გამორთული იყო, შევნიშნე მეორე დღეს. მე ჩავდი. არ ვიცი რატო გამოიწო და რაც გავარკვიე ძვირფასებო, ტყუილად ვადუმებდი თურმე ამ ცეკვის მუსიკებს, გოდე და ისინი რო გამოდიან ცეკვის იმებზე სხვა მუსიკა რო დავადე, ტყუილა ვადუმებდი თურმე, არ იბლოკება ესენი. არ ვიცი რატო, ჩვენი ქართული რო არის მაგიტო თუ რატო არ იცი, არ იბლოკება და ეგ ძალიან გამეხარდა, აწიჩეულებრივად შემეძლება იქაც გაყურებინოთ. მაგალითად ლაივი რო ჩავთო და თუ კარგი ჩვენება ექნება, ანუ კარგად გამოჩნდება ყველაფერი თქვენთან, მაშინ შემეძლება რომ ლაივიც ჩავთო და ისეთ გაყურებინოთ, თუმცა ყოველთვის შორს გვიწევს ხოლმე დაჯდომა და თან ესე კამერას რომ მივატრიალებ, ძალიან შორიდან აჩვენებს ტელეფონი. არ ვიცი რატომ არის ეგ. ლაივებს რო დავაკვირდი, ძალიან შორიდან აჩვენებს რომ მივატრიალებ კამერას. ესეთი ამბები ჩემოკარგებო. ხო, კიდე მიმბაძველობაზე იყო გუშინ ერთი კომენტარი, რომ ეს გოგო რო არ გამოჩენილიყო, არ მინდა სპეციალურად არ ვასახელებ, არ მინდა ვინმე სუდად შეეხოს და არანაირად, იმიტომ რომ უბრალოდ აქ ცუდი გამოდის იმ კომენტარის ავტორი, მეტი არავინ. ხო დედი? რა მესმის? მანქანაა ჩართული. რეცხავს, შენ ფეხსაცმელები შევყარე. ხო და ეს რა ქვია? უბრალოდ ნახეთ, ქართულ YouTube სივრცეში უმეტესობას გვაქვს ერთნაირი კონტენტი. უმეტესობას. მე რაც მოვიდი, ყოველთვის დალაგება, ყოველთვის რაღაც საქმეები, ყოველთვის, იმიტომ რომ მე ცხოვრებაშიც ეგ მაქვს საქმე, მეტი არაფერი, ხო? ამას ვაკეთებ. ასე რომ, რასაც ვაკეთებ, იმას გაჩვენებ ხოლმე. ყოველთვის არ მოვდივარ კიდე ამ დალაგების ვიდეოთი, იმიტომ რომ აი მოსაბეზრებელი არ იყოს, სულ რომ ვალაგებ, სულ რაღაცა თქო და მაგიტო არ მოვდივარ ხოლმე, მაგიტომ შემცირდა ჩემი ვიდეოებიც ამ ბოლო ხანებში. ასთე რომ ძვირფასო ადამიანო, შენ ვინც ეგ დამიწერე ვიცი რომ მიყურებ, კი დაბლოგე მე შენი კომენტარი, ბოლომდე არ წამიკითხავს, შვილებს გიფიცებით არ წამიკითხია მართლა, იმიტომ რომ როდესაც ეს დაიწყო, მე უკვე არ მინდოდა მაგის წაკითხვა. ძალიან ვაფასებ მაგ ადამიანს, შენ ვინც დაწერე მან. ძალიან ადამიანური ადამიანია და მიგვირს ეხა შენნაირი გამოწერი რო ყავს მაგას. ძალიან გამიგვირდა. იმიტომ რომ ბოღმიცავსე ხარ. კარგ ადამიანებს ყოველთვის უნდა მიუბაძოთ, ხოლოდ ეგ მეთქმის და მიმბაძველობა არ არის ცუდი, მაგრამ მე არ ვბაძავ, არანაირად ძალიან განსხვავდება ჩემი მე და ის ჩემი ფავორიტი, შენ ვისაც ახსენებ. ძალიან განსხვავდებით ერთმანეთისგან. თუმცა რახან შენ ასე გაწყობს რომ ისაუბრო, გაწყობდეს და ილაპარაკე, მაგრამ
ისედაც ხედავ ძალიან კარგად, ძალიან ათლად ხედავ, რომ ძალიან განსხვავებულები ვართ ორივე ერთმანეთისგან. გარდა იმისა, რომ ძალიან მოწონს ის ადამიანი, იმიტომ რომ ხედავ ძალიან ადამიანურია და ბევრს აკავს. ამიტომაც არის ჩემი ფავორიტი. თუმცა ეხლა შენი იქ რაც დაწერე. ისედაც იცი რომ სიმართლეს არ შეეძება, მაგრამ რაც გინდა ის დაწერე. არასოდეს და კიდევ ერთ ვიტყვი კიდე. თქვენი კომენტარებიდან არასოდეს არ მოხდება ისე რომ მე გინდ მაგალითად ვინმე ცუდად განვიხილო. არასოდეს თქვენი კომენტარები მე ადამიანზე აზრს არ და ვერ შემაცვლევინებს, იმიტომ რომ მე როდესაც ადამიანი მომწონს ჩემი რაღაცა შეხედულებები გამაჩნია მის მიმართ. ასე რომ ვინც რაც უნდა ის ილაპარაკოს გინდ დაწეროს, არა აქვს ამას ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა. მეტი რა ვიცი რა გითხრა. ჩემი გუშინდელი ვიდეო კიდე მე რაღაც 3 წელი შესრულდა, მე მგონი აქ რომ ან სრულდება, ან შესრულდა, არ მახსოვს ზუსტად და სულ ეგეთი ვიდეოებით მოვდივა. გადახედე თუ გინდა და ნახავ, მაგრამ ყველაფერში იქნები ჩახედული. 100%-იანად ფიქრობ ამას, რომ ყველაფერი ისედაც გეცოდნია, უბრალოდ გინდოდა ის რომ დაგეწერე. მოკლედ ეს. ფიქრობ რომ მართლა არ მაქვს ერთნაირი ვიდეოები. მაქვს განსხვავებულებიც. ასე რომ კი, ამ ბოლო დროს მე არ ვუყურებ ბევრს, იმიტომ რომ მართლა არ ცალია და ვერ ვიცი. მაგრამ ხო ვიცი ჩემი ვიდეოები და ხო ვიცი რაც მაქვს. ნანახი. ასე რომ ბევრ ვიდეოებს ერთმანეთს ვერ შევატარებ მაგალითად, იმიტომ რომ მაქვს განსხვავებული ვიდეოებიც. ასე რომ მიმბაძველობა ჩემგან გამორიცხეთ. თუმცა იმას ვამბობ კიდევ, აი აგერ ცუდად რო არ გამიგოთ, გამორიცხე მეთქი რომ ვთქვი, რომ მიმბაძველობა არ არის ცუდი. თუ კარგს მიბაძავთ, რა თქმა უნდა, კარგის მხრივ, ეგ არ არის ცუდი. პირიქით, თქვენც აგამახლებთ იმ ამახლებულ ადამიანთან ერთად. მოკლედ აი ამის თქვა მინდოდა. ისე ყველა იდიოტს პასუხი არ უნდა გასცე, მაგრამ მოკლედ ჩათვალე პასუხის ხერს ამ შემთხვევაში. გაიკეთა? არა? მე არ მომიხდება ეს შემქოდეს. ესეთი ამბები. დღეს მაქვს კოქტეილის დღე, დიეტაზე არ ვიყავი. რამდენი დღეა ყველაფერს მივიწმევ ძალიან გემრიელად. 59 და 200 ვარ. თავს ვიწვალე. ისედაც იცით, ხედავთ ამ ყველაფერს, ეს არის ჩემი ვადა გასული. სადღაც 2 თუ 3 თვის ვადა ექნება გასული, რაც დევს ეგის მაწონი მეტი თუ არა. არ გაფუჭებულა, სუნიც კი არ ქონდა ცუდი, ხო და დღეს გავიკეთე კოქტეილი. ხო კიდე დაბლენდერებული იყო ძვირფასებო წყალივით, ეს უფრო სქელი მასა გამოდის და უფრო საჭმელად უფრო უკეთესია, ამიტომ დაბლენდერებას არავის არ გირჩევთ, რომ ეკითხებოდით ამ იმაზე კოქტეილთან დაკავშირებით. ამ კოქტეილში რაც არის კიდევ გეტყვით. მაწონი არის 400 გრამი, ერთი ასეთი ჩაის კოვზი ყავა, ჩაის კოვზი თაფლი და ერთი მთლიანი ლიმონი გაწვრილი, კარგად გაწვრილი კურკებიც მიდევს აქ და აი ესენიც მიგდია. აი ესეც არის ლიმონი იქეთ, გაწრულისგან რაც დარჩა. ოღონდ ქერქი არა, ქერქიანი ვერ ვჭამე და გადავასხი, ესეც გითხარი, თან დაბლენდებული წყალივით რო იყო. დიაბეტიანებისთვის არ შეიძლება, კუჭის პრობლემებისაც აქვს, არც ერთისთვის არ შეიძლება. ხო, კიდევ ამით დაიკლებთ, მაგრამ მალევე მოიმატებთ, თუ მერე ბევრ რამეს ერთბაშად მიირთმევთ და თუ ამ კოქტეილის მერე მეორე დღეს მაგალითად კვებას არ გააკონტროლებთ. 6 საათამდე უნდა მიირთვათ, ოღონდ უფრო მეტი ბოსტნეული კვერცხი მოხარშული, მე შემწვარ ვჭამ, მოხარშულს არ ვჭამ
და სადღაც 150 გრამი მქონდა ნამატი, 3-ჯერ შევჭამე იმ დღეს, არ ვიცი 3-ჯერ, არ ვიცი 4-ჯერ, მაგრამ 150 გრამი მოვიმატე. კიტრი, პომიდორი, წიწიბურა, თევზიც მივირთვი და კვერცხიც. და ეს წიწიბურა, კიტრი და კვერცხი, წიწიბურა, კიტრი და თევზი, ესე აი ამ დღის მანძილზე 3-ჯერ თუ 4-ჯერ მივირთვი, მოკლედ. აი ამის თქვა მინდოდა და 150 გრამი მოვიმატე მარტო. მეტი არ მოვიმატე. ხო, ეგ არის რომ ყოველ ჯერზე არ მინდა ეს წიწიბურა და კიტრი და კიდევ თევზი ან კვერცხი. ეგ არის, თორე ვინც ჯანსაღმებაზე არის, თუ უცებ დაკლება გინდათ ეს კარგია და მე იმ ჯანსაღით გააგრძელებთ და ეს არის და ეს მეტი არაფერი. ასე რომ თუ გინდათ არც გირჩევთ რომ ეს გააკეთოთ, იმიტომ რომ ძალიან ადვილად მოიმატებთ მერე. თუ ჩვეულებრივად შეჭამთ. როგორც მე მოვიმატე, ეხა ვიყავი 56 და რაღაც და მოვიმატე აგერ 59 და 200 ვარ, იმიტომ რომ დავცხე ყველაფერს, გემრიელიც ვჭამე, ყველიც ვჭამე, პურს ავჭამს, საერთოდ ავჭამე. ადამიანები რომ მეუბნებიან, პური ამოვიღეო, ხოლოდ წარმოიდგინე ადამიანი თვალებში რომ ნაცარს გაყრის, ხოლოდ პური ამოიღო და ის რა ქვია, მაგიტო არ ვიმატებო, რას ქვია, პური რამდენითვეა, სადღაც 9 წელზე მეტია რომ არ მიჭამია, ხალხო, საერთოდ. ხო და არ ვიცი, არ დამიკლია მიუხედავად იმისა, რომ პური არ მიმიღია. დიდასი! მოკლედ წავედი ეხა მე და გემშვიდობებით მივხედო ბავშვებს ვაჭამო, თორე ესე ცუდები არიან. წავედი ბედნიერ და მშვიდობიან დღეს, პოზიტიურ დღეს გისურვებთ ყველას. ასე რომ ყველად ნუიწუხებთ თავის გავსი კომენტარებისგან, საერთოდ არ მოქმედებს. ხო დედიკო, ჩაი ავადუღე უკვე. ხო და ესე ჩემო კარგებო, არ მოქმედებს ჩემზე. იცით რატო, იმიტომ რომ სიმართლეს თქვენს ხედავთ, ოღონდ არ გინდათ აღიარება.